ძალიან დიდი ამბებია ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ გასულ კვირას დონალდ ტრამპი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით, ასახელა კონკრეტული მედიკამენტი, რომლის მიღებაც ორსულობის დროს შესაძლოა იწვევდეს ბავშვებში აუტიზმს და ეს არის ტაილენოლი, ჩვენში ცნობილი როგორც პარაცეტამოლის ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელი და ათებისაწნეულიყო პრეპარატი. ამერიკაში ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა სამედიცინო საზოგადოების მხრიდან. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რომ შეუძლებელია ადმინისტრაცია აკეთებდეს იმას, რომ პირდაპირ ადანაშაულებდეს დედებს იმაში, რომ მათ შვილებს განვითარების გარკვეული შეფერხებები შეექმნათ. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მithმა იყო აუტიზმსა და ვაქცინებს შორის არსებულ თუ არ არსებულ კავშირზე. ეს პირდაპირი ბმა არ დადასტურდა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? თუ მოусმინეთ ამ განცხადებებს, თუ დაგაინტერესებთ ამ თემამ? თუ თქვენც ხართ ის მშობლები, ვისაც გაქვთ ეს გამოწვევა ცხოვრებაში, რასაც ქვია აუტიზმი, იცით რას ვფიქრობ? შეიძლება რომ რაღაცა ლაივიც გავაკეთოთ და მივუძღვნათ ამ თემას. და შეიძლება ეს იყოს მშობელი, მაგალითად, რომელსაც დიდი რესურსი და ბევრი დრო აქვს მიძღვნილი აი ამ კვლევისთვის თუ რა ხდება საერთოდ ამ დროს. და იმედი მაქვს, რომ იაქტიურებთ და გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას ჩვენი პოდკასტის გვერდზე.